რას ნიშნავს სინანული და რატომ არის ის მნიშვნელოვანი? ბავშვებო, აი ნახეთ, ერთი 20 თეთრიანი გაქვთ ვინმეს? 20 თეთრიანზე რა არის გამოსახული? ირემი. აი 20 თეთრიანი რო ტალახში ჩააგდო. ირემი ისევ გამოჩნდება? რა დროს გამოჩნდება? როცა გაორეცხავთ, ხო მართალი? ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ასეთი რამ. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანიც იყოს აი ეს მონეტა. ოღონდ ამაზე ხო ირემია გამოსახული. და ჩვენზე რა არის იცი გამოსახული? ჩვენში ქრისტეა აღბეჭდილი. აი წმინდა ბასილი დიდი, მე რო გითხარით ვისი სახელით ქვია მე. ის ამბობს, ადამიანიო ტალახში ჩავარდნილ მონეტას გავს. ჩვენში ქრისტეა აღბეჭდილი, მაგრამ არ ჩანს ქრისტეს თვისებები ჩვენში. რა დროს გამოჩნდება? როცა განვიწმინდები და სინანული და აღსარება ზუსტად ეგ არის. როდესაც ჩვენ ხშირად ვამბობთ აღსარებას, ჩვენი ცოდები ნელ-ნელა შესუსტდება და ქრისტეს თვისებები გამოჩნდება ჩვენში. ისევე როგორც ამ მონეტას თუ გაასუფთავებ, ირემი გამოჩნდება ამაში. ხო მართლა?